მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი შორენა ბიჭკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ლექსო ვალიაური, სამხალხო აქტივისტი, ის პოლიტიკურ პროცესებში იცის მაყურებელმა, რომ აქტიურად არის ჩართული. კიდევ ერთხელ მოგიხდით მადლობას მობრძანებისთვის, ჩვენი სტუმარი არაერთხელ ბრძანდებით და ყოფილ ხართ თქვენ და მადლობა თქვენი დროისთვის და იმ შეფასებებისთვის, რომელსაც აკეთებთ ხოლმე ჩვენ გადაცემაში. ლექსო მინდა გკითხოთ პირველ რიგში ჩვენ როდესაც იყო თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ალბათ 2 დღის შემდეგ ამ სტუდიაში ვისაუბრეთ იმ პროცესებზე რაც განვითარდა თუნდაც რუსთაველზე პრეზიდენტის სასახლესთან უშუალოდ არჩევნებიც მიმოვიხილეთ გავიდა თითქმის 1 თვე გადის უკვე 1 თვე 3 კვირაზე მეტია პროცესები იცვლება სხვადასხვა მიმართულებით იღებენ კვლავ რეპრესიულ კანონებს ასე ვთქვათ აგერ დაანონსებულია პარტიების საკრძალვები, გუშინ იყო მასშტაბური აქცია კიდევ დედაქალაქში, რომელიც ეძღვნებოდა ასე ვთქვათ 1 წლის თავს საპარლამენტო არჩევნების, რომელსაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი საზოგადოების ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს. თქვენი შეფასებები დღევანდელ პროცესებზე ზოგადად ლექსო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მძიმე არის ამის შეფასება. ჩვენ წინა გადაცემაში აი როგორც უკვე ახსენე შორენა რომ 4 ოქტომბრის შემდეგ მალევე ყოფილ ვარ ეთერში, მახსოვს რომ ძალიან მძიმე შეფასებები მომიწია ბევრი პოლიტიკური მიმართულების, რომელიც არსებობდა და დაშვებული შეცდომების ირგვლივ, აღარ დავუბრუნდები მაგ საკითხს. უბრალოდ მიხარია ის ფაქტი, რომ 4 ოქტომბრის მძიმე ფაქტების მიუხედავად, რომელიც დაფიქსირდა 4 ოქტომბერს პროცესებთან დაშვებული შეცდომების მიუხედავად, რომელიც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა დაუშვეს, ამ მძიმე შეცდომების მიუხედავადაც მაინც მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება არ ჩერდება და მიხარია ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება მძიმე დიქტატორული ნაბიჯების მიუხედავად, წნეხის მიუხედავად, რომელიც უფრო და უფრო იკრებს ძალებს და უფრო მეტი სიმძაფრით ვლინდება საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამის მიუხედავადაც საქართველოს მოქალაქეები არ წყვეტენ პროტესტს, არ ჩერდება პროცესი და ეს არის მისი წინაპირობა და პრინციპში გარანტია, რომ რუსული დიქტატორული რეჟიმი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა საქართველოში აუცილებლად ჩამოიშლება და დაინგრევა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება, იქნება ეს დღეს ქართული საზოგადოების ხელით თუ ხვალ უკვე ახალი პოლიტიკური ჯგუფებისა და ახალი ძალების მიერ, მაგრამ აუცილებლად მოხდება, ვერავინ ვერ ჩერდება მარადიულად ხელისუფლებაში, ეს არის აქსიომა და აუცილებლად მოხდება ის, რომ ესენი ქართული ოცნების სახით, ვინც არიან ბიძინა ივანიშვილის ყველა მონა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილი დარჩენილ ცხოვრებას გაატარებენ ციხეებში და გაატარებენ ყველაზე სამარცხვინო და ყველაზე მძიმე მუხლით, რაც არის ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი, ქვეყნის წინაშე ჩადენილი საბოტაჟი, ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი ბევრი ფაქტი და ამის გამო ისინი აუცილებლად მოხდებიან ციხეებში თავის დროზე, მათ შეეძლოთ, რომ სხვანაირი სახელმწიფო შეექმნათ გასული 13 წლის განმავლობაში. ივანიშვილი მოვიდა სათავეში იმ დროს, როცა ქვეყანას სჭირდებოდა სხვადასხვა მცირე ტიპის მოდერნიზაცია, რეფორმები და სხვადასხვა მიმართულებით სწორი კურსის დაჭერა, რაც საპირისპიროდ გამოიყენა ივანიშვილმა და რუსეთმა ამ შემთხვევაში და რუსეთის მონებმა ქართული ოცნების სახით და სრულიად სხვანაირი სახელმწიფო მივიღეთ, სრულიად სხვანაირი ქვეყანა მივიღეთ. მე არ მინდა სხვანაირად გაიგონ საზოგადოება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი რეჟიმი, ის ხელისუფლება, რომელიც პრინციპში ბოლოს ისიც რეჟიმი იყო უკვე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მძიმე შეცდომებს უშვებდა, ამ გადასახედიდან მთავარი ფუნდამენტი, რაც არის სახელმწიფოებრიობის, რომ არ ჩააბარო შენი ქვეყანა მტერს, ამას მაინც არ აკეთებდა
და თუ რამე ხდებოდა დარღვევები და დანაშაულები მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებაში, ისინი უკვე ძალიან უმნიშვნელო და მცირედ ჩანს იმის მიუხედავად, რომ რა თქმა უნდა უმნიშვნელო ვერ შეიძლება უწოდო იმ ფაქტებს, რომელიც არსებობდა, თუნდაც პირადად ჩვენს თავზე გადატანილი უამრავი ტერორი და შინება და ძალადობა, მაგრამ შედარებაც აღარ შეიძლება ამ ყველაფერთან, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. იგივე როცა ახლა ესენი ქართული ოცნება ყოველთვის რაღაცა ეჯიბრებიანსავით და თავის პოლიტიკურ სასაუბრო შინაარსს აწყობენ ნაციონალურ მოძრაობასთან შეჯიბრში და ამ ფონზე არ შეიძლება რომ ხაზგასმით არ ითქვას, რომ იმ ხელისუფლების დროს არც ერთი პოლიტიკური ლიდერი პარტიის თავმჯდომარე ან პარტიული ლიდერი არ ყოფილა ციხეში ჩასმული, არც ერთი ადამიანი არ ყოფილა ისეთი ნაცემი ნაწამები, როგორებიც ახლა არიან და ნუ ასე შემდეგ, აი ძალიან ბევრი რაღაცა პრობლემა. სამწუხაროა შედარებები გვიწევს 13 წლის შემდეგ. 13 წლის მეერზე, იმიტომ რომ ესენი ფაქტორები და ვიყურებოდეთ და უნდა ვფიქრობდეთ თქვა. მაგრამ ამითი როდესაც ამაზე ვსაუბრობ, მე რა თქმა უნდა არ ვსიამოვნებს, როცა წარსულში ვცდილობთ რაღაცა ამოქექვებს, იმიტომ რომ ბევრჯერ გვისაუბრია ამ მიმართულებით, მაგრამ როდესაც ამაზე ვსაუბრობ, მინდა რომ იმ დაბნელებულ საზოგადოებას, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერებად ითვლებიან და საერთოდ არ წვენია რომ დაბნელებულებს ვეძახი, ახლა მაგათ მე აქ ეთერებიდან დაბნელებულები კი არა უარესები ხართ. მაგრამ ნუ აი მომენტი არის ის, რომ ჩვენ უნდა უპასუხოთ და ისევ მაგათ ტვინში რაც არის ჩაჭედილი და ჩაბეჭდილი თითქოს ვიღაცას უნდა წარსულს უნდა ეჯიბრებოდეს ამჟამინდელი ხელისუფლება, იმ წარსულთან შეჯიბრშიც უნდა უთხრათ, რომ სინამდვილე სრულიად სხვა რამეა და დღეს რეჟიმი გაცილებით მძიმე და სისხლიანი და ტირანული არის, ვიდრე როდესმე ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფილა. ნუ ბოლო 150 წლის განმავლობაში საქართველოს არ ყოლია თავისი არც ერთი ხელისუფლება, რომელიც ესე მოექცეოდა ხალხს. 37 წელიწადი არის, 30-იანი წლები არის, გასული საუკუნის 30-იანი წლები არის ეხლა ჩვეულებრივად, იმ განსხვავებით, რომ 21 საუკუნეში ვართ და პირდაპირ ვერ დაგხვრეტავენ და ვერ გადაგვასახლებენ ციმბირში, თორემ სხვა ყველა დანარჩენი რაც შეუძლიათ რომ გააკეთონ, რომ ადამიანები დაიჭირონ, ადამიანები სცემონ, ადამიანები დაატერორონ, გააქციონ ქვეყნიდან, შეუზღუდონ ფინანსური რესურსებზე წვდომა, გამოაგდონ სამსახურებიდან, აი საერთოდ ყველაფერი რაც კი ტერორს და რაც კი დაშინებას უკავშირდება და რაც კი სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიას უკავშირდება, ყველა მეთოდს იყენებენ და თან ყველას იყენებენ აი ყველაზე მაღალი მასშტაბის გამოვლინებით. იგივე მაგალითად ახლა ქუჩის გადაკეტვისა და პირბადის ტარების გულისთვის ადამიანებს ციხეში სვავენ. ახლა მე სადე რომ სია გამომეტანა თქვენს თვალწინ და ფიზიკურად შეუძლებელია ახლა რომ ჩავიკითხოთ აი ახლა 130 ადამიანი არის, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულით მუხლებით ყავთ დაკავებული. წინა გადაცემებში ბოდიშით გაწყვეტინებთ, წინა გადაცემებში ყავდა იურისტები, ალექსი მერიბაშვილი იყო სამართლებრივადაც შევაფასებინე მე ეს პროცესი. აი თქვენ რას ფიქრობ, როგორც აქტივისტი, პოლიტიკაშიც იყავით, იღებდით არჩევნებშიც მონაწილეობას, თქვენი შეფასება რასთან გვაქვს? აი ამას დავასრულებ და მაგ საკითხსაც შევეხებ, იმიტომ რომ 130 სისხლის სამართლის დანაშაულით ვინც არიან, ანუ სისხლის სამართლის მუხლებით ვინც არიან დაკავებულები და 100 ადამიანია, ვინც ადმინისტრაციულით არის და კიდე მეტი არის, ვისაც ფინანსური ზარალები მიაყენეს, რომ დააჯარიმეს 5000 ლარებით. ადამიანები, რომლებსაც მანქანები არ აყავთ, ავტომობილები არ აყავთ, ისეთი ადამიანები დააჯარიმეს ავტომობილის თითქოს და აქციაზე არასწორი პარკირების გამო. ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან იმ აქციაზე იმ დღეს დააჯარიმეს და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანები არიციან, რომ აქვთ ეს ჯარიმები და მე საზღვრეს კვეთის დროს აღმოაჩნდებათ სადღაც რომ ან ყველანაირად ანუ და რას ახლა აი სამართლებრივად რა შეიძლება ვთქვათ ამაზე ხო? ან მომავალში ძალიან ბევრ პრობლემას წარმოაჩენს ეს. ახლა იგივე მაგალითად მე 2 დღის წინ მქონდა მსჯელობა იმაზე, რომ დაიწყეს პარტიების აკრძალვის შესახებ საუბარი და ნუ არის საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ რესპუბლიკური პარტიაც აღმოჩნდეთ მაგ ჯგუფში, ვისაც აგვიკრძალავენ რა და ანუ აი წარმოვიდგინე ახლა რომ 30 წელიწადია პოლიტიკური აქტივიზმის გარდა არაფერი მიკეთებია სინამდვილეში ხო? აი სულ პოლიტიკურად აქტიური და სამოქალაქო აქტიური და ახლა მე როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრს რომ ამკრძალონ, აი ხო ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ სასაცილოს მიღმა უბრალოდ წარმოვიდგინოთ პრეცედენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით უნდა მოხდეს ეს. ანუ პარტიების აკრძალვა რაც აქვთ დაანონსებული ამათ ხო? უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც ესენი აპირებენ. ანუ გავიგეთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აკონტროლებენ დღეს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს 100 წლის წინანდელი გადაწყვეტილებაც სავალდებულოა მარადიულ, მუდმივად. ანუ თუ
დღეს ჩვენ აგვიკარძალავენ მაგალითად ხო რომ პარტიებს და პარტიების წარმომადგენელ ადამიანებს ანუ გამოდის რომ სამუდამოდ უნდა აგვიკარძალონ იმიტომ რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში რა უნდა მოხდეს ანუ მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რა უნდა ეშველოს ხო ანუ იმდენად სიღრმეებში ჩავიდა ავტორიტარიზმი საქართველოში აი იმდენად სიღრმეებში ჩავიდა რომ უბრალოდ გამოსწორების პერსპექტივებსაც კი კლავენ და ამის იქით უკვე ხო ძალიან რთული არის ანუ ჩვენ უკვე მტრობაც აღარ გვაკავშირებს ანუ ჩვენ შეგვიძლია გავთვალოთ რომ საუკუნოვანი მტრობა უნდა გვაკავშირებდეს ესეთ ადამიანებთან იმიტომ რომ მე რომელსაც ამბიცია მაქვს რომ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის ვცხოვრობ და ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მოაზროვნე 30 წელიწადი სულ აქტიურობაში ვარ უნდა მითხრა რომ შენ არა გაქვს უფლება ისაუბრო ამ ქვეყნის უკეთესობისკენ და ნებისმიერ სიტუაციაში აი სამეგობროც რომ შეიკრიბოს მაგალითად სადღაც და მე პოლიტიკური განცხადება ვთქვა ჩემს სამეგობროშიც იქაც კი შეიძლება ვიღაცას ყური მოკრას ვიღაცამ და იქაც კი შეიძლება ჩემს წინააღმდეგ სანქციები ანუ მაგალითისთვის ჩემს ვამბობ თორე რამდენი 1000 ადამიანს შეიძლება შეეხოს ეს მძიმე გადაწყვეტილებები და ყველაზე საგანგაშო კიდე ერთხელ მინდა ვთქვა არის ის რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს და მით უმეტეს ისეთი უმაღლესი ღირებულებისა და მნიშვნელობის ინსტიტუციას როგორც საკონსტიტუციო სასამართლოა იყენებენ თავისი პოლიტიკური სიბინძურეების განსახორციელებლად ანუ რო შევადაროთ ისტორიული ფაქტებიდან ხო აი საერთოდ არ უნდა გაგვიკვირდეს ის მძიმე აი დიდი ტერორის რუსეთი რასაც აკეთებდა და დიდი ტერორის საქართველოში რაც ხდებოდა დახვრეტები გადასახლებები აი არ უნდა გაგვიკვირდეს ანუ ადამიანებს ისტორიიდან შლიან ხო აი მაგალითად იგივე ღარიბაშვილის ამბავი ავიღოთ ხო ერთი თვის წინ ორი თვის წინ და შარშან ერთი წლის წინ ღარიბაშვილის ფოტოებს აზიარებდნენ აღარ იცოდნენ რა იქნება ცოლს დაბადების დღეზე ღარიბაშვილის ფოტოს ართმევდნენ ზოგიერთები რა აღარ დავასახელებ ეხლა მაგათ სახელებსა და გვარებს ზოგიერთი იმის სოფლელობას იბრალებდა ზოგიერთი იმის ნათესავობას და ცოლს ართმევდნენ ეს გადიდებული ღარიბაშვილთან ერთად გადაგებდნენ თუმცა მიყოლებით წაშალეს დღესაც წინა დღეებშიც მაღალი თანამდებობის პირებმა ზუსტად მაგას ვამბობ ანუ ადამიანებს იმდენად აქვთ მორალური პრინციპები დაკარგული საერთოდ აღარაფერი აღარ გააჩნიათ ღირსების ნატამალი აი როგორ შეიძლება ეხლა ესეთ ხალხს რომელიც გუშინ გეუბნებოდა რომ ღარიბაშვილი არის სუპერმინისტრი და რაღაც ძალოვანი და ჩვენი ირაკლი და იკაკო და რავი რა რეებს აღარ ეფერებოდნენ და ეძახდნენ და დღეს სურათებს შლიან ესე წაშლიან ესენი ივანიშვილის სურათებსაც უბრალოდ თავისთავად წაშლიან ამ ყველაფერთან ერთად მალე დადგება ეგ დღე და საქართველო დაიწყებს ახალ სიცოცხლეს მართლა ჩვენ გავდივართ იმას აი რაღაცა სახადის მოხდას რო იტყვი აი ადამიანი მაგას გავდივართ ერი იმიტომ რომ აი ყველაზე დიდი სიბინძურე რაც კი ერში არსებობდა დასანახი გახდა და ჩვენს თვალწინ არსებობენ ადამიანები რომლებიც არ უნდა იყვნენ არასოდეს საპასუხისმგებლო როლში ამ ქვეყანასთან მიმართებაში და არაფერში არ უნდა იყვნენ ანუ ამათმა გამოავლინეს ის თავისი სიბინძურე რომლის გარეშეც გააგრძელებს საქართველოს აუცილებლად ცხოვრებას და ეს იქნება ამ ქვეყნის ახალი სიცოცხლე და ეს დღე აუცილებლად დადგება შორენა იმის მიუხედავად რომ ხშირად პესიმიზმი გვიპყრობს ხოლმე გუშინდელი აქცია 26 ოქტომბრის აქციაც აი რაც გუშინ დიდი მასშტაბური აქციაც რაც გაიმართა თბილისში იმის მიუხედავად რომ ცდილობენ ვიღაცები რომ ჩერდილი მიაყენონ და 7000 იყავით 2000 იყავით იმდენი 1000 თავებით 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ სალაპარაკოც ბევრი მისცა ოპოზიციის შეცდომებმა სამწუხაროდ და ეხლა ცდილობენ რომ რაღაცა დაგვაკნინონ და თქვა რომ აი ცოტანი იყავით და ეს არის და იცინონ ვითომ ვიზე რა აქვს ასაცილო საკუთარ დედას გაყიდის ზოგიერთი იმის გულისთვის რომ ბიძინა ივანიშვილს თავი რამეთ მოაწონოს და დაანახოს და ვისი დასაცინი არის ის ძვირფასი პატრიოტი ადამიანები რომლებიც საუკუნე არის და 10 წლეულები არის და იმის წინ მათი მშობლები იბრძოდნენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დღეს ეს თაობა იბრძვის და უამრავი ადამიანი გამოდის ქუჩაში 10000-ობით ადამიანი გამოვიდა გუშინ თბილისში მთავარ გამზირზე და ეს იმის ნიშანი არის რომ სიბოროტე ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ეს არის ქვეყანა რომელსაც აქვს 3500 წლიანი ისტორია რომელსაც რასაც ამ დრომდე ვიცით რომ გვაქვს ნამდვილად 1.5 წლის წინ ამ მიწაზე დასახლდნენ უძველესი ქართველები და დღემდე მოვედით და ვიღაცა ეს ჭორვილელი უსირცხვილო მოღალატე კაცი
რომელსაც არაფერი არ გააჩნია ღირსების ნატამალი, არაფერი არ გააჩნია ისეთი რაც საპატივსაცემო იქნება ადამიანში, ცდილობს რომ ამ ქვეყნის ისტორია ესე გადახაზოს და ეხლა წაშალოს და ამას ვერ მოახერხებს. იმის მიუხედავად ვერ მოახერხებს, რომ ერში ძალიან ბევრი მოღალატე გვყავს. იმის მიუხედავად ვერ მოახერხებს, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში საერთო ენის გამონახვა გვიჭირს. იმის მიუხედავად ვერ მოახერხებს, რომ ხშირ შემთხვევაში არის ოჯახები, სადაც ერთი ადამიანი უჭერს რეალურად დასავლურ ქართულ არჩევანს ხარს და მეორე დაბნელებული არის პროპაგანდით და ვერ ხედავს სინამდვილეში რა არის განსხვავება. აი ამ ყველაფრის მიუხედავად ვერ მოახერხებს და იმის მიუხედავად, რომ თავისი მილიარდები რომელიც კაცმა არ იცის რითი იშოვა თავის დროზე, რამდენი გვამი არის დამარხული მაგისი სასახლეების ქვეშ კაცმა არ იცის და რის საფუძველზე აქვს ის მილიარდები ნაშოვნი, აი მაინც ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ მაგაზე ბევრი მილიარდელებსაც ვერ მოუხერხებიათ და ბევრი დიქტატორის ისტორია შეუძლია გადაშალოს ბატონმა ივანიშვილმა და წაიკითხოს როგორ დაამთავრეს იმათმა ცხოვრება და მომავალი რა იყო მათი. იგივე იქნება ამის შემთხვევაში. მინდა კითხვა ამ შემთხვევაში ღარიბაშვილზე ვსაუბრობდით, რომ რას ემსახურება თქვენი გადასახედიდან, თქვათ, ერთია რომ ფაქტია, თვითონვე ამტკიცებენ, მიუხედავად იმისა, რომ იყო მრავალი ჟურნალისტური გამოძიება, რომ თქვათ მე არც იმ ოპოზიციის არ მესმის შორენა პირდაპირ ვამბობ, არც იმ ოპოზიციის არ მესმის ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის მიწოდებული ინფორმაციითა და რაღაცა დახმარებით თუ აპირებდნენ ამათ შეცვლას რა. საერთოდ არ მინდა ისეთი ცვლილება თუ ღარიბაშვილით უნდა შეიცვალოს და რას ემსახურება რომ ახლა მოხდა საერთოდ არ მინდა მე პირადად ისეთი ცვლილება სადაც ღარიბაშვილი იქნება ავტორი ცვლილებისა და ლილუაშვილი იქნება ავტორი ცვლილებისა ანუ საერთოდ არ მინდა მე ამისი წარმოდგენა და არც მაგ პოლიტიკური ჯგუფების გაგონება არ მინდა ვინც მაგეებს რაღაცა თითქოს სწორს აქციელად თვლიდა რომ 4 ოქტომბერს ეხლა რაღაცა ლილუაშვილსა და ღარიბაშვილს ისეთი უნდა გაეკეთებინათ რომ საქართველოში ცვლილებები მომხდარიყო. აი, საერთოდ არ მინდა ეგეთი ცვლილება, იმიტომ რომ თუ ერთს შევცვლით, უნდა შევცვალოთ ისეთით, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება მოსული და ღარიბაშვილი და მისი ჯგუფი და ასე შემდეგ ეხლა ყველანი არიან კორუმპირებული ადამიანები. ნუ სახელმწიფოებრივ დონეზე ეხლა არც ღარიბაშვილის დიდი დასავლური განცხადებები და ამ ქვეყნისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა არავის არ უნახავს, არათუ მე არ მინახავს, არავის არ უნახავს მაგათი არაფერი. ეგენი მოიყვანა ბიძინა და დაასდო თანამდებობებზე და მორჩა. ადამიანს თუ შენი წარსული არ გაგაჩნია, რომელიც შენ გიყვარს, რომელსაც შენ პატივს წემ და პასუხისმგებლობით ეპყრობი შენ ცხოვრებას, ხო? და უცბად მოგიყვანეს და დაგდეს თანამდებობაზე და ხან პრემიერ-მინისტრი ხარ, ხან თავდაცვის მინისტრი ხარ, ხან ესა ხარ და ხან ის, ვინ როდის რა გაახსენდება ივანიშვილს, რომ სადღაც მიგიყვანოს და დაგდოს. ესეთი ადამიანებით არა ეწყობა. სახელმწიფოებს ქმნიან და კარგ სახელმწიფოებს ქმნიან იდეალისტები. და არა მედროვეები და ვაჭრუკანები, როგორებიც ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს და თითქოს და ვეგუებით ხანდახან სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენ და ბოლოს აი მე მინდა რომ ეს არ გამოვჩეს ამ ეთერში ვისარგებლებ შემთხვევით. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია ამ წუთშიც იზოლატორებში განთავსებულები და ზოგი სისხლის სამართლის დანაშაულები ვახოფიწყელა ურია ბოლოს ვეფხო კასრაძეს ისე გორიდან ანატოლი გიგაურია გორიდან ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი აი ნათია ლეთოდიანი თამუნა გიორგაძე და ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი იმდენად ბევრი ადამიანია კახა კვეკესკვილი და აი ბევრი ისეთი ძვირფასი ადამიანი არის პირადად ჩემი ნაცნობი და მეგობარი ამ წუთშიც იზოლატორებში და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას გამოვცხადო სოლიდარობა და უთხრა რომ ბრძოლა არის გამარჯვებამდე ამ ბრძოლას აუცილებლად გავიმარჯვებთ აი იმით რომ თქვენ დღეს მანდ ხართ და თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება ჩემო მეგობრებო დიახ ლექსო მინდა გკითხო ერთ კვირას შეიკრიბება ახალი მოწვევის საკრებულო აი თვითმმართველობის დონეზე რა ცვლილებებს ელოდებით იქნება რამე თუნდაც საკადრო ცვლილებებს თუ ელოდებით ხომ არ დაგიმალავთ და აი როგორი მომენტია იცი არ დაგიმალავთ და ეხლა რა ვიცი ამ ეთერსაც თუ ვინმე უყურებს მე მგონია რომ პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ვალდებულება არის რომ სირცხვილის კორიდორი გაუკეთოთ მაგათ აი აქედან ვეუბნები აი იმ დღეს 30 ოქტომბერს როცა უნდა შეიკრიბონ 30 ოქტომბერს გაუკეთოთ სირცხვილის კორიდორი დაუხდეთ დილით ვისაც მიგვაჩნია რომ ეს არ იყო არჩევნები ვისაც მიგვაჩნია რომ ესეთი არ უნდა იყოს ეს ქვეყანა როგორიც დღეს არის და ვისაც მიგვაჩნია რომ აი ეს ჭანჭიკებიც კი რომლებიც ამ წუთში საკრებულოებში 800 და 600 ლარის ხელფასის გულისთვის შეცვლიდებიან და იკადრებენ ყველაფერს რასაც დაავალებს პარტია აი ესეთი ადამიანები როგორც მინიმუმ აი
პირველ სხდომაზე, როცა შედიან საკრებულოში და თავისი უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს, აი იმ პირველ საკრებულოს სხდომაზეც უნდა გავაფრთხილოთ და კიდევ ერთხელ უნდა გავუკეთოთ განაცხადი გარეთ, სანამ ისინი შევლენ და განთავსდებიან ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ისინი არიან რეჟიმის სიმყარის წარმომადგენლები, რეჟიმის ჭანჭიკები, რომლის გარეშეც ვერანაირი ივანიშვილი, ვერანაირი რუსეთი, ვერანაირი ტირანია და ავტორიტარიზმი ამ ქვეყანაში ვერ გამეფდება. ეს პატარ-პატარა ჭანჭიკები, რომლებიც 400, 500, 800 ლარის ხელფასების გულისთვის საკრებულოში უნდა შეძორნენ ეხლა და მერე ხელი მოითმონ ნაირ-ნაირად, აი ეს ადამიანებიც საამწუხაროდ ბევრი კარგი ადამიანის ჯერჯერობით ამ ეტაპამდე ხართ აი იმ სიბინძურის ნაწილი და თავარი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ თუ ვინმეს შემსავით გაქვთ იმის განცდა, რომ ამათ უნდა კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ სათქმელი რაც არის, საუკეთესო დღე იქნება 30 ოქტომბერი, შევეკრიბოთ საკრებულოს წინ და გავუკეთოთ მათ განაცხადი, ვიდრე ისინი შევლენ და ჩვენგან გადახდილი გადასახადებით განთავსდებიან დათბილებულ კარგ კაბინეტებში, კარგ სავარძლებში და დაიწყებენ ქვეყნის მიტაცებას. ლექსო, როგორ ხედავ პროცესებს? ცხად ფაქტია კიდევ შეიკრიბა დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები. ადგილობრივ დონეზეც მთლიანად საქართველოში როგორ ხედავ ცვლილებებისკენ როგორ უნდა წავიდნენ ადამიანები დღეს თავისუფლების მოედან მათ წარადგინა საკუთარი გეგმა, ხო? მე ესეთი დანახვა, მე ესე ვხედავ სიტუაციას, არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ახლა აღარ შევეხები, არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ კიდე დამატებით ვინმეს რაღაცები ის თავისი ცოდვები თვითონ ყოფნის ყველას რა. მე ვხედავ ასე, რომ საზოგადოებაში არსებობს დიდი მუხტი. ღარიბაშვილთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობდი, საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებდეს ესეთ სცენარს, რომ ეხლა ღარიბაშვილი შეაჩეჩოს როგორც დევნილი, როგორც რაღაცა რეპრესიებში მოყოლილი ადამიანი და ვიღაცეებისთვის შეიძლება ეს მიმზიდველი ამბავიც კი იყოს, იმიტომ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც აღარ არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ბოლო ამ არჩევნებმა საჩვენა, რომ მინუსებში არის ქართული ოცნება გადასული. ის ხალხი, ვინც 10 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას აძლევდა ხმას, ავტომატურად ძალიან ძნელია, რომ ფსიქოლოგიურად ისე დაამუშავო, რომ ჩვენ მხარეს გადმოიყვანო, ამიტომ ის ბიძინა ივანიშვილმა ეს, მე მგონია, რომ ღარიბაშვილი შეიძლება ამასაც ცდილობდეს ბიძინა, რომ ღარიბაშვილისგან ახალი ოპოზიციური ლიდერი შექმნას, რომელთაც დააკუმულირებს და დააკონსერვებს, ანუ გააცოცხლებს იმ ხმებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაკარგა, მაგრამ მეორე რატო დავიწყე ამაზე საუბარი, არის ის, რომ იგივე მდგომარეობაა ოპოზიციაშიც, ანუ ქართულმა ოცნებამ დაკარგა ამომრჩეველი და ოპოზიციამ არ ვიცი დაკარგა თუ არ დაკარგა, მაგრამ ფაქტი არის, ანუ ხელმოსაკიდი არ აქვს დაკარგა თუ არა, რაც გვაქვს ის არის, რომ ლელომ და გახარიამ ისეთი შედეგი ვერ დადეს, რასაც ველოდებოდით, მაგრამ დანარჩენების შემთხვევაშიც ცხადია, რომ დანაკარგი იქნება, ხო? ამიტომ მგონია, რომ არსებობს გამოთავისუფლებული უზარმაზარი ხმების რაოდენობა, ელექტორატი, აი საუბარია დაახლოებით, აი ჩემი აზრით, საუბარია საშუალოდ ალბათ 1,5 მილიონი ხმაზე, რომელიც არ არის აღარც ქოცების მხარდამჭერი და სამწუხაროდ ვერ არის ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი, ამას ვამბობ როგორც სამოქალაქო მოქალაქე, რომელიც აი შორიდან რომ დააკვირდე პროცესებს, ეს აზრი გაგიჩნდება, თორე ამას პოლიტიკური პარტიის ტიპი ადამიანი არ გააკეთებდა ესეთ განაცხადს. მე ვამბობ როგორც აი მოქალაქეს რა წარმოდგენაც მაქვს, არის ის, რომ გამოთავისუფლებული ხმები არსებობს და ამ ხმების გადასანაწილებლად აუცილებელი არის რაღაც მოხდეს. აუცილებლად მოხდება ის, რომ საზოგადოების შიგნითვე გამოჩნდებიან ბუნებრივი ლიდერები. ვერ გახდა ეს ქალი სალომე ზურაბიშვილი, ვერაფრით ვერ გახდა ლიდერი ამ მთელი პროცესისა, რომელსაც აჩეჩებდნენ ყველა პოლიტიკური პარტია, ესე აჩეჩებდა ლიდერობას, ქალბატონ სალომეს, ქალბატონ პრეზიდენტს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გახდა. გუშინდელ აქციაზეც ქალბატონი სალომე გამოვიდა, მიზეზი რა არის ამის ლექსო შეიძლება? ლიდერი იბადები, გესმის?
როგორც მინიმუმ თუ არ იბადები ლიდერი, ხო, რაღაცა ეტაპზე, რაღაცა ასაკში, რაღაცა პერიოდი გააქვს ისეთი, როცა შენს, ნათქვამს, სხვა ქარიზმა და სხვა მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკური გზა გაქვს ისეთი გავლილი შეიძლება, რომელიც გიწყობს ხელს, რომ იყო რაღაცა მასშტაბური ლიდერი და ანუ დიდი საზოგადოების მობილიზება შეეძლოს შენს გამოსვლებს და ნათქვამს. ვერ ხდება სამწუხაროდ ქალბატონის სალომე ამ მასშტაბის ლიდერი და ცდელობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან რომ მისთვის ჩაებარებინათ პროცესი ჩავარდა ფაქტია ჩავარდა ხო რა მდგომარეობაში აღმოჩნდით ხო პლატფორმა და არაფერმა არ იმუშავა ქუჩა და არც ამან არ იმუშავა მაგრამ ბოლო ჯამში რა დაგვრჩა ის რომ იმის მიუხედავად რომ 4 ოქტომბერი ჩააგდო ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მონაწილეებმაც და არ მონაწილეებმაც ხო ამის მიუხედავად დღეს გუშინ ჩვენ გქონდა მოცემულობა რომ რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბა 10000-ობით ადამიანი და ძალიან მასშტაბური და ძალიან კულტურული ორგანიზებული აქცია ჩატარდა ხო ანუ ეს არის ნიშანი იმისა რომ ჩვენ როგორც მინიმუმ საზოგადოებას გვაქვს იმისი უნარი და პოტენციალი რომ საკუთარ თავში ვიპოვოთ გამოსავლის გზები საკუთარი უნარებით ვიპოვოთ და მე მგონია რომ ავტომატურად აი პოლიტიკური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ შეიძლება ვიღაცები აკრძალონ ამათმა შეიძლება ვიღაცები დააუქმონ შეიძლება ზოგიერთი აქტივისტები კიდე დააკავონ და არ არის ეს არავისთვის ახალი ამბავი ხა ვუყურებთ ყოველდღე როგორ იჭერენ ათობით ადამიანს მაგრამ ამის მიუხედავადაც მე მაქვს მოლოდინი რომ აი როგორც მინიმუმ უკვე მომავალი წლის დასაწყისიდანვე უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან ველოდები რომ გაჩნდება რაღაცა ახალი პოლიტიკური ჯგუფები რომლებიც ადეკვატურ და სწორ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს, ანუ გადაწყვეტილებებს კი არა, სწორ ტაქტიკურ ნაბიჯებს შესთავაზებს საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებაც სწორად მიწოდებულ სწორი ნაბიჯების სტრატეგიულ მიზნებს უპასუხებს და ქართული საზოგადოებაც გაერთიანდება იმისკენ, რომ ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და დამთავრდეს და მეორე ამბავი არის ის, რომ უნდა ჩავიხჩოთ საბჭოთა კავშირში, მე არ გამოურიცხავ, რომ 28 ნოემბერს პრემიერად წოდებულმა ჩიჩილაკმა ბატონმა კობახიძემ რაღაცა კიდევ უფრო საშინელება გაისროლოს, ვიდრე გასული წლის 28 ნოემბერი იყო, წელიწადი მოგვილოცოს მაგითი, რომ კიდევ უფრო დიდი ბედურება უთხრას ერს, საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ ამათმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ან აფხაზეთში რკინიგზის გახსნა და რაღაცა მსგავსი გადაწყვეტილებების განაცხადები გააკეთონ, აი უკვე აღარაფერი აღარავის არ გვიკვირს წლებია, მაგრამ მეორე მხარე არის მთავარი მხარე. მეორე მხარეს დგას ქართული საზოგადოება, რომელიც არ დაიღალა, ერთი წელიწადი ხდება უკვე რაც უწყვეტი მუდმივი პროტესტი მიმდინარეობს როგორც თბილისში ცენტრალურ გამზირებზე, ასევე საქართველოს ბევრ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის გორში და ეს არის ის საზოგადოება, რომელიც ამ ქვეყანას მიიყვანს აქტიურ მიწამდე მიიყვანს თავისუფლებამდე და მიიყვანს რეალურად ამ ქვეყნის კეთილდღეობამდე. საუბრობდით 28 ნოემბერზე, ერთია რომ არალეგიტიმურად მიიჩნევდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, საკმაოდ დიდი ნაწილი ამ არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს. თუმცა იმხელა პროტესტი არ იყო ქვეყანაში, რაც 28 ნოემბერს მოყვა, როგორც მე მახსოვს, ხო? უფრო მასშტაბური პროტესტი და ახალგაზრდებმა, ის რომ ევროპისკენ შეაჩერეს სვლა დროები, თქვათ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ უბრალოდ. და აი აქვე მინდა გკითხოთ, განათლების სისტემაშიც რეფორმებია დაანონსებული. არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში გამოვიდნენ ახალგაზრდები დიდწილად, ხომ? აი ამ დროს, როდესაც მათ უთხრეს, რომ ჩვენ დროებით ვაჩერებთ ევროპაში. ცოტა ხნის წინას მაგას ვამბობდი, შორენა, ანუ ესენი გამოუსწორებელ ზიანებს აყენებენ ქვეყანას. ანუ ესენი აყენებენ ისეთ ზიანებს, რომელსაც აი ძალიან კარგი ხელისუფლება, ხვალაც რომ შეიცვალოს ივანიშვილის რეჟიმი და ხვალაც რომ მოვიდეს კარგი ხელისუფლება, იმდენად ბევრი, აი საუკეთესო ხელისუფლებაც რომ მოვიდეს, იმდენად ბევრი ზიანი მიაყენა. დრო ჭირდება იმას, რომ რაღაც საუკეთესო რაღაცა წმინდანები რომ მოვიდნენ ამ პოლიტიკური წმინდანები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელსაც ინტელექტიც ეყობათ, მონდომებაც, მზაობაც, კავშირებიც, რაღაცა ფინანსური რესურსების მობილიზების უნარიც, აი ყველაფერი რო ქონდეთ, ესეთ ხელისუფლებასაც მაინც აი მინიმუმ 1 ვადა 4 წელიწადი მაინც დასჭირდება იმაზე, რომ ქვეყანა დააბრუნოს როგორღაც ჩასვას აი დასავლური ცივილური სახელმწიფოებრიობის ჩარჩოებში და ამის მიღმა უკვე არის ის, რომ განვითარებისკენ წავიდეთ. ანუ ამათმა გამოუსწორებელ
უსწორებლად ბევრი ზიანი მიაყენეს, მათ შორის ახლა განათლების სისტემაზე, რასაც არის საუბარი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროპაში არ ხდება ევროპის უნივერსიტეტებში არ ხდება ჩვენი დიპლომის აღიარება, იმის გამო თუ არ იქნება აქ 12 წლიანი სწავლება საშუალო სკოლებში და მე არა ვარ განათლების სფეროს სპეციალისტი, ვერ იქნება ჩემი ნათქვამი თლად ესეთი პროფესიონალის ნათქვამი ამ შემთხვევაში, მაგრამ პოლიტიკური მხრიდან რო შევხედოთ, აი ეს არის კლასიკური მაგალითი კიდე ერთი კომპონენტით, როგორ ხდება ამ ქვეყნის ჩამოშორება ევროპისგან. ახლა არ შეიძლება რომ ეს მაგალითი სულ ახსენებ ხოლმე, მაგრამ არ მithქვამს თქვენს ეთერში არასდროს და მინდა რომ ესეც გავიხსენო რა. გასულ ესე იგი შარშან წინ როცა პირველად შემოიტანეს რუსული კანონი, ეს არასამთავრობოების ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი და რომელიც მალევე ჩავაგდეთ, ხო? მალევე პროტესტი მოახერხა ის, რომ უკან გაიწვიეს ეს კანონი და დროებით გაჩერდნენ 1 წელი და მერე მოაბრუნეს, ხო? აი იმ დროს პირველად რომ რუსული კანონმდებლობა ჩავაგდეთ ერთი თვის თავზე საქართველოში საავტორო უფლებების კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც 20 წელზე მეტი ფუნქციონირებდა და რომელსაც ჰქონდა უამრავი მიღწევა და საავტორო უფლებების თემა ეხება, კარგად იცი, აი შემოქმედებით მხარეებს, ხო, მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, მხატვრებს, რეჟისორებს და ასე შემდეგ, რომელსაც თავისი ეს რაღაცა საავტორო პროდუქცია შემოსავლიანი რომ იყოს, უნდა არსებობდეს კარგი ორგანიზაცია, რომელიც იქნება ინტეგრირებული და ასოცირებული დასავლურ ბევრ სტრუქტურასთან, ეს არის კერძო კანონმდებლობის ნაწილი და ეს მსოფლიოში ეს მუშაობს ეს მიმართულება, ასე რომ ისინი კავშირებს ამყარებენ სხვა დასავლურ მსგავს ორგანიზაციებთან და დიდი გაერთიანებების შემადგენლები არიან, 500-ზე მეტი ორგანიზაციის შემადგენელი იყო, წევრი იყო ეს ერთ-ერთი ქართული ორგანიზაცია, რომელიც საავტორო უფლებების მიმართულებით მუშაობდა და საკანონმდებლო დონეზე მოხდა, რომ აკრძალეს ეს ორგანიზაცია პოლიტიკურად, აი ყველანაირად, აი საპარლამენტო დონეზე მოხდა ამ ორგანიზაციის გაჩერება, შემოიყვანეს რუსული ანალოგიური ორგანიზაცია, გაუკეთეს ბევრი პრივილეგია, მოარგეს სახელმწიფო კანონმდებლობა, რომ ისინი ამ ბაზარზე გამოჩენილიყვნენ და რა მოხდა, ანუ დაიძირა დასავლური ორიენტაციის ორგანიზაცია, ცივილური საფუძვლებზე აწყობილი და მის ადგილზე ხელისუფლების დახმარებით აღმოჩნდა რუსული. იგივე არის ახლა ყველა სხვა მიმართულებითაც, ანუ ესენი როგორც მავნებლები, ესენი როგორც გონიერი ჭკვიანი მავნებლები, მუშაობენ იმაზე, რომ ერთის მხრივ პირდაპირ ტერორში ჩაგახრჩონ და დაგაშინონ და დაგიჭირონ და რაღაცა ძვლები დაგამტრიონ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ სამართლებრივ დონეზე და პერსპექტივაში, რომ მომავალთაობებსაც კი არ ქონდეთ დასავლური და ცივილური არჩევანი და თავისუფლების შესაძლებლობა, აი ისინი მოგიკლან სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, იურიდიული მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით და ამას აკეთებენ, როდესაც ესეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამ შემთხვევაში განათლების ვითომ ეგრეთ წოდებული რეფორმაც არაფერი არ არის, საერთოდ ქართულ განათლების სისტემაში რომ მილიონი პრობლემა არსებობს, იმანაც გამოავლინა, რომ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე და ნიჭიერი პედაგოგი მოკლეს გუში და უმძიმესი ტრაგედია მოხდა სოლიდარობას და წუხარებას უთანაგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, მაგრამ ნუ ფაქტი ეს არის, რომ განათლების სისტემის სახე არის ეს მომხდარი ამბავი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რაღაცეები არასწორად მიდის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლექსო საინტერესო საუბრისთვის, შეფასებისთვის. დიახ, ნამდვილად.